ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე მოითხოვდა. რცხილაძის ადვოკატი კი სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივის სახით ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას, პასპორტის ჩამორთმევას და 30,000 ლარიან გირაოს თავაზობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება დაკავებულს ორუცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით ბრალდებული ერთდროულად ორ სხვადასხვა უცხოურ საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. სულს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. როგორც ლაშა გოლუბიანმა განაცხადა, საქმეში გარკვეული სახის ვიდეო მასალადებს, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გულბაათ რცხილაძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. ჩვეულებრივად ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. თუ რამეთი დაეხმარება, მზადაა გამოკითხონ 2 დღის განმავლობაში, თუ უნდათ იქ ვიქნები მე და თუ რაიმე კითხვებია, გამოკითხონ, ან პირდაპირ გაქანდენ და გაჩინება აიღეს დაკავებაზე და შუაღამით შეუვარდნენ ჩხრეკაზე, რა საჭიროება იყო ამის? ბატონი გულბაათი იყო იმისკენ მოწოდებული, რომ ორ ქვეყანას შორის დაყებული ურთიერთობა არ ყოფილიყო, ნორმალიზება მოხდარიყო ორი ქვეყნის ურთიერთობის და ჩვეულებრივად ქართველები პაპუასებივით არ წარმოჩენილიყავით საერთაშორისო არენაზე, რომ აი იმიტომ რომ რუსია, იმიტომ დევნოთ და ჩავქო. გულბაათ რცხილაძის საქმიანობის შესახებ ვრცელი სტატია გამოცემა iFact-მა გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით რცხილაძის ორგანიზაციას 2020 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული რუსული პრავ ფონდი აფინანსებს, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს. ამავე გამოცემის ცნობით რცხილაძის პრორუსული აქტივიზმი 2008 წელს იწყება რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მაშინ დააფუძნა ინტერნეტ გამოცემა პოლიტფორუმი, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა. iFact-ის თანახმად 2009 წელს რცხილაძემ დაარეგისტრირა ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად მოქმედებს და ავრცელებს პრორუსულ იდეოლოგიას საქართველოში. სტატიაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან ამ ინსტიტუტის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომელიც პირდაპირ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამავე გამოცემის ცნობით პრორუსული განწყობებით ცნობილ გულბაათ რცხილაძეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს სულ 4 ორგანიზაცია: ევრაზიის ინსტიტუტი, კავკასიური თანამშრომლობა, სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და საქართველოს უკვდავი ჯარი. როგორც iFact წერს, მისი ორგანიზაციების აქტივობებია მსვლელობების, ტრენინგების, შეკრებების ორგანიზება, ლიტერატურის ბეჭდვა და უფასო დარიგება. 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში ეგრეთ წოდებული რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც შეიქმნა. დღესვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძესაც. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძე მიიღო. პროცესი დახურული იყო, მხარებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ამ შემთხვევაშიც პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. სადაც ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლით აქვს წარდგენილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ჩიხლაძე ონლაინ პლატფორმის საფარით სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. მისი ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არაფერს აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია. გელხაურის განმარტებით, ჩიხლაძეს არც ერთი პუნქტი არ დაურღვევია, რაც ჯაშუშობას მოიცავს. მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. შესაბამისად, მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. კითხვები დავსვი, ეს კითხვები ეხებოდა, რომ რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი გადაცა იმ საკონტაქტო პირს ამის კითხვა მაინტერესებდა, ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, იქნებ ამას ეპასუხათ. მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში ვერ მივიღე. კიდევ ვიმეორებ, რომ არც ერთი პუნქტი რომელსაც ითვალისწინებს 314 მუხლი ჯაშუშობა არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო. ფულის გადაცემის პირდაპირ მტკიცებულებაც არსებობსო, ეს განაცხადა სულ რამდენიმე წუთის წინ. არ ვიცი, მე პროკურორს ამაზე ხელი მოწერილი აქვს თუ არა აქვს მოწერილი და გაფრთხილებულია თუ არა გაუთქმელობაზე საქმის მასალების, მაგრამ ჩვენ დაცვის მხარე ამაზე მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. შესაბამისად, ადასტურებთ, რომ ასეთი შინაარსზე არ არის საუბარი, მე რო ეს დავადასტურო საქმის
გრიფის მასალა უნდა დავადასტუროს. სწორად აქედან გამომდინარე ვარ მოკლებული. აი პროკურორი გამოვიდეს და ეს საიდუმლო გრიფის საიდუმლო მოხსნა სამსაქმეს და მე ყველა მასალას წარმოგიდგენთ აბსოლუტურად, რასაც ედავებიან ირაკლი ჩიხლაძე 30 მაისს დააკავეს ის 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმა. საჯარო წყაროებით ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტ გამოცემა ახალი კავკასიის თანამშრომელია. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება. მედიაში გავრცელებული ცნობებით სხვადასხვა დროს ის იყო რეგიონებში გამართული შეხვედრების ინიციატორი. მაგალითად 2015 წელს გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სწორედ მისი ორგანიზატორობით გაიმართა სამოქალაქო მოსმენა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, იმავე წელს მათივე ორგანიზებით ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე სასაუბროდ.